აქ რატო იყავთ? აქ მალავდი ბომბებს აქ ქონდა შენახული ხო და მე აქ გადავანაწილეს ედა ჩემი მეგობარიც ვიყავით და აქედან წავედით მე იმ ბომბების დასადებად. დასადებად წავედით. აქ რა ხდებოდა? აქ მე იქედან წამოვედით და აი შევხვდით ჩემი მეგობარი შეყვარებულს შეხვდა და აი შევხვდით ცოტა ხანს ის იყო 9 საათი ვიყავით მე იქედან წამოვედით და აქ ვითამაშეთ ფეხბურთის სტადიონზე ვიტებმა კი აქ ფეხბურთი ვითამაშეთ 5-5-ზე ვიყავით საღამოს ხო დაღამებამდე ვთამაშობდით მე წავედით აქედან ჯერ მოვედი აქ რუსთავიოში ხიდოდა ერთი დადება ერთი ბომბის აქ შემოვედი რუსთავიოში შიგნით შევედი და აქ როგორ შეხვედი დაცვა გაგიშვა? დაცვას უთხარი დიმავა რობოლაძე ხო და გამატარეს ახლა გავედი ნუ შემოვედი შენობაში ეს კარი გავაგე აქ არავინ არის და ცარიელი იყო და მე ამ კარში აღება მინდოდა ეს დაკეტილი იყო დაკეტილი იყო ეს კარი მე წამოვედი აქ ამ კართან ხო და ეს გავაგე და აქ იყო მანახე როგორ გააღე ესე გავაღე და მაიკო იყო ასათიანი იყო შიგნით იყო მაიკო ასათიანი და ნახე საღამომშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან მოდით ცოტა ხნით დაბრუნდეთ წარსულში და მოიცა რამაია გიხოცეთ მე რა მაგდაგვარ ყოფილიყავ აქ დადება ბომბი? არა აქ გადავიფიქრე დადება და წავედი იმედზე აქედან მე იმედზე გვაჩვენ წამოდი ხო და ბოლოს მოვედი აქ იმედის ღობესთან აქ და აქ რა გააკეთე მე? აქედან გადავაგდე უკვე ბომბი რა დეტალურად მაინტერესებს როგორ გადავაგდე ესე ამოვიღე ჩანთიდან რომ ედო და როგორ გააკეთე ზუსტად ის მაინტერესებს რომ ჩავიდე ესე ამოვიღე ჩანთიდან და ამოქმედე? კი ავამოქმედე და ამოქმედე და გადავაგდე რო აფეთქდე როგორც იყო? როგორც გააკეთე იქ ისე გამიკეთე ზუსტად აქ დეტალურად და ასე გადავაგდე და მე აფეთქდა გადავიდა ბოდიში მოვიყვანეთ შემოვიყვანო? შემოვიყვანე მოდი ბიჭო ბიჭი აჯი მომისმინე კარგად ახლა დაგისვამ რამოდენიმე შეკითხვას და ყველა შეკითხვაზე გამცემ ამომწურავ და კონკრეტულ პასუხს რაც მაინტერესებს გასაგებია ხო? так ეს ბომბები ააფეთქე საელჩოსთან ტელევიზიას დავიწყოთ პირველი საელჩოსთან რატო ააფეთქე ეს ბომბი დავალება იყო რომ ის საელჩო უნდა ამეფეთქებია და გადავაგდე იქ გასაგებია ტელეკომპანია იმედთან მე თვითონ ის ბრაზილიური სერიალები რო აქ ნერვეს მიშლის და კარგი და ელიავას ბაზრობასთან რატო? ელიავას ბაზრობაზე მე არ ამიფეთქებია ის ბომბი. ცოტა ხანს დავდე ბარდიურზე, გავედი რაღაცა მინდოდა რომ დავტოვე ბარდიურზე ვიღაცა სამასობაში დრელი ჩაურჭია ბომბში და აფეთქდა. კარგი, გასაგებია. შენ ახლა მარტო ამას ვერაფერს ვერ იზამდი, მარტო ვერ გააკეთებდი, ნუ თანამზრახველები გეყოლებოდა აუცილებლად და შენთან ერთად ვინ იყვნენ ძალიან არაფერსაც არ გეტყვით რა. არაფერს არ გეტყვით საერთოდ. არაფერს არ გეტყვით, რაც არ უნდა მიქნას არ გეტყვით, რომ აწამოთ არაფერს არ გეტყვით, დენზე რომ შემაერთოთ არაფერს არ გეტყვით, ძვლებში რომ დამამტვრიოთ არაფერს არ გეტყვით, ცხილები დამაცალოთ საერთოდ არაფერს არ გეტყვით, რომ მიყავს ბალიკო იყო შვანგირაძე, უცა იყო საბაგარი, ის არაზია, ზადა იყო კიდე, ხო და არეკო შვანგირაძე. ლაშანა რუსაფის დავყავდით მანქანით. ო, კარგი. ბატონო ნიკა. ნიტკიცებები გვაქვს და თუ გნებავთ განახებთ. დიახ, თუ შეიძლება. აი ეს ამოვიღეთ. ვითომ ლუდისკილა სინამდვილეში ასაფეთქებელი ნივთიერება. გასაგებია. ეს არის. ვითომ შავი პური სინამდვილეში ტროტილი. ვითომ თევზი სინამდვილეში ხელყუმბარა. კარგი, გასაგებია. მოდით ახლა მივყვეთ ქრონოლოგიურად თავიდან როგორ დაიწყო. აი როგორ მიიღე ეს დავალება? დავიწყოთ აქედან.
გალში გავიცანი ერთი გოგო რუსი გოგო გავიცანი და მომეწონა ძალიან ხო და ერთად დავდიოდით ხო და ძალიან შემიყვარდა ეს გოგო და მქონდა რაღაცა ურთიერთობა რა ერთმანეთი მიყვარდა ძალიან და რომ მიხვდა რომ იმის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო და მიყვარდა ძალიან მე მითხრა რომ სინამდვილეში მე ვარო რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი მაიორი სერგეი ჩურკინიო უკვე ვერაფერს ვეღარ ვიზავდი ძალიან მიყვარდა ხო და მომცა ეს დავალება და ორებამდე შეყვარებული ვიყავი და ამიტომ შევასრულე აი რა მაინტერესებს თუ იცი აი რაც გთავაზობდნენ აი ამის სანაცვლოდ აი მართლა გეკითხები რა რაც გთავაზობდნენ ურმარით რას ურმარის კაცო რაღაცა ის კი არა წნილი როა და ის ხმელი პური სერიოზულ სუფრაზე იყო საუბარი რა ერთი 10 კაც მოვიდა და იმინა წამოვიდა ჩვენ არ დაფახდებოდი ელაპარაკი ახლა მომისმინე კარგი ეს ბომბები გასაგებია რომ გადაგდა ეს სამხედრო მომზადება სად გაიარა არ გამივლია სამხედრო მომზადება რა გინდათ ახლა ყველაფერს უნდა ვაბრალებთ მე სამხედრო მომზადება არ გამივლია რა მეტყობა მომზადებული 7 ბომბი და მომზადე და იქიდან 5 არა პეთხდა და რა მეტყობა მე მომზადებული რა გინდათ რა ახლა გინდათ ნერვები რომ მომიშალოთ ხო რა ვარ თვითონ დაჭერას მიპირებთ ახლა ვიღაც რა გინდათ ჯერი ყოლა ნარკოტიკს ყიდიდი რატო ყიდიდი ნარკოტიკს არ შეიძლებაო მე იარაღს ყიდიდი არ შეიძლება იარაღის გაყიდვაო ახლა კიდე ის რაბია სამშობლოს ყიდიდი და არ შეიძლება სამშობლოს გაყიდვაო ვერ გავიგე რას უძახი თქვენ საუკეთესო ბიზნეს გარემოს ვერ ხვდები მე ეს არის თქვენ საუკეთესო ბიზნეს გარემო გასაგებია იარაღ ბიზნეს სამშობლოში გასაგებია ჩემთვის არის ყველაფერი გასაგები მოკიდეთ ამას ხელზე გადაიყვანეთ იზოლატორში ჩასვი და ნუ მივხედავთ ვერე სასამართლო გადაწყვეტავს ყველაფერს რა იზოლატორში მიჭერ დადი გადაიყვანე ეს ამის ნერვების მოშლის არა მაქვს ერთი ის მაქვს ინფორმაციას მოგცემთ თუ არ დამიმძიმებთ მდგომარეობას და ან თუ რაღაცა ან გამიშვებთ ან რამის საიდუმლო ინფორმაციას გეტყვით ისეც რომ რა საიდუმლო ინფორმაცია მარტო უნდა გითხრათ ახლა ყველას ვერ ვენდო საიდუმლო ინფორმაცია რუსეთს ეხება რა. იცოდე თუ მართლა საიდუმლო ინფორმაცია მე შეგიმსუბუქებ თანაშაულს შენ ვერ გაკათავისუფლებენ მაგრამ თუ ოღონდ თუ საიდუმლო ინფორმაცია. ოღონდ ვერავისთან ვერ გეტყვით. ვერ ვენდობი ვერავის. ისეთი ინფორმაცია შეიძლება სიტყვას გასაგებია. აქვე ვიქნები. ნო. პუტინი რუსეთში ეგ არის ყველაფერი ჩუმურიძე გაგდი აგერ მოესწრე რა თამაში რა იყოს რა